სულ რამდენიმე წუთის წინ დაიძრა მარში ალვაბრის მეტოდან. ეს მარში, როგორც გქონახსენეთ, არის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში. ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი ახლა და ჩვენ მივდივართ გმირთა მოედანზე, სადაც გაერთიანდება ეს 6 მარში და შემდეგ გადაინაცვლებს ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ სადაც ქართლის ხალხის უკვე 90 დღის განმავლობაში ისმის. მე შევეცდები, რომ ახლა ადამიანებს გავესაუბრო და მოგასფრინოთ მათი პოზიციები. ყობა ხაბას ხედავ. გამარჯობა ბატონო ყობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თუ შეიძლება გვითხარით დღევანდელ მარშზე რატომ აირჩიეთ ეს ადგილი და რატომ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში? არ ვიცი, ისე ნახევრად ხუმრობით, ნახევრად ღიმილით. როდესაც ფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად აქ მომიწევდა გული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არც ის მეგობრები მიძებნია სადმიდიან და არც პოლიტიკური პარტიები, რომელიც სადმიდით. უბრალოდ მინდოდა ყოფილიყავი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარშზე, უდიდეს პატივცემ. გმირს, მებრძოლს, შეიძლება ეს უკრაინის ომებმა, საქართველოს ომმა, იგივე უკრაინის ომმაც ამ გადაწყვეტილებაში თავისი წვლილი ითამაშა, მაგრამ ის ვიცი, რომ გენერალ მაზნიაშვილი საქართველოს ყავდა ძალიან დიდი გენერალი მაზნიაშვილი და ის ვიცი, რომ საქართველოს აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლას, რომელსაც ჯერ კიდე წლების წინ გენერალი მაზნიაშვილი ედგა სათავეში. რაღაცნაირად სიმბოლური დამთხევაა, ხო? თოვდა და თბილისს ებურა თალხი და თბილისში შემოდიოდა რუსული სიკვდილით ცელით. ყველას გვახსოვს ეს ლექსი, ხომ? ისია თოვს სიცივია, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაიღლება ამ ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა ყობა ხაბას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი მოქალაქის პოზიციას მოგასმენებთ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ და გკითხავთ დღევანდელი მარშის თარიღზე. ხო, 25 თებერვალი არის საქართველოსთვის ძალიან სიმბოლური თარიღი. ეს არის საქართველოს გასაბჭოების დღე. აი გითხარით მეტი, რატომ ხართ დღეს აქ? საქართველოს გასაბჭოების თარიღია, თუმცა დღეს ისევ ფრიალებს ქართული დროშა საქართველოში და ჩვენ აქ იმისთვის რომ საქართველოს დროშამ კიდევ დიდხანს იფრიალოს ამ ქვეყანაში და დღეს ამ მსვლელობით პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ხო, გენერალ მაზნიაშვილის მარში არის, გენერალ მაზნიაშვილთან ერთად ბევრი ისეთ საკვანძო ადამიანები იყვნენ, ვალიკო ჯუღელი, მარო მაყაშვილი, ხო, ჟუნკრები და ხო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. როგორც გითხარით, მარშმა სტარტი აიღო ალვაბრის მეტროდან. ჩვენ ახლა რამდენიმე წუთში შევერთდებით ერთ-ერთ მარშს თავისუფლების მოედანზე, იუნკერობის სახელობის და შემდეგ გადავინაცვლებთ გმირთა მოედანზე, ამის შემდეგ კი ქვეყნის მთავარ გამზირზე.